მოგესალმებით ჩემო გამომწერებო იუთუბერებო. იმედია ყველანი კარგად ხართ და ეხლა ხელში მიჭირავს დევიდ ბოუის Torment Out card. ეს არის ესეთი ექსტრავაგანტული, ექსტრაორდინალური დასტა. სავსე თავისი სიღრმისეული ხედვით, მაგრამ აქ უფრო შემოქმედებითი პოტენციალი ვისაც აქვს და ნიჭები და უნარები უფრო მათზე, ანუ ეს ცოტა განსხვავებული დასტაა, ცოტა არის, შეიძლება ითქვას ბევრად განსხვავებული, ამიტომ ყველას არ შეუძლია ამ დასტაზე წაკითხვა. იმიტომ რომ არის განსხვავებული, როგორც დევიდ ბოუი იყო. და ვნახოთ ახლა აი ამ დასტაზე ჯერ რა ენერგიებს გვაჩვენებენ, ვინც ახლა შემიხედით და უყურებთ, თქვენთვის არის ეს გაშლა. პირველ რიგში რა ენერგიებია თქვენთან? არ ვიცი რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში, ან ეხლა რა ხდება, ჯერ ერთი გაჩერებაა, აი ტოტალური პაუზა რო იტყვიან. ასევე თქვენი ენერგიებიც არის უფრო დაპაუზებული და შეიძლება ითქვას გაჩერებული. შეიძლება ისვენებთ, შეიძლება რაღაც სიტუაცია ისეთი, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაცა ახალი იწყება. ანუ დამთავრდა ძველი და იწყება ახალი. აქ ყველაზე მეტად მიმანიშნებენ სულიერებაზე, თქვენი ინტუიციაზე, რწმენაზე და შინაგან ქვეცნობიერ აი ესეთ ნიჭებზე. პირველ რიგში, რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება. ან დროა თუ აქამდე არ უსმენდით თქვენ შინაგან ხმას, ქვეცნობიერს, თქვენი ინტუიციას, აი ახლა არის ზუსტად ამის დრო. ნახოთ ახლა რა სიახლეები შემოვა ამ ახლო მომავალში თქვენთვის, ვინც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს. საჯარო გაშლა, თქვენთვის რა სიახლეები მოდის. ძალიან მალე გაიხსნება სამართლიანად, ოღონდ ნახეთ, იხსნება რაღაცა ახალი თქვენ ცხოვრებაში. შეიძლება ეს იყოს დამატებითი შემოსავლის წყარო, შეიძლება ეს იყოს რაღაც მოლაპარაკება, პარტნიორი, ადამიანი, ანუ აი რაც გაქვთ ახლა, ხო? რა რესურსაც ფლობთ კიდე დაგემატებათ, ანუ რაღაცა შანსი მოგეცემათ, ამას გაძლევთ სამყარო. ეს იქნება დაბალანსებული, ანუ ერთი მეორეს ხელს არ შეუშლის. ასევე სწრაფად მოხდება ეს ამბავი და სამყარო გიგზავნით ამას, ოღონდ მოგიწევთ, რა თქმა უნდა, მუშაობა უფრო მეტი ვკладывать, ხო, ჩადება ამ თქვენი შრომის ენერგიის, მაგრამ სამართლიანად მიიღებთ გასამჯელს. ანუ აქ შეიძლება ითქვას სიმდიდრის ახალი სიუხვის, კეთილდღეობის რაღაც პორტალი იხსნება თქვენ ცხოვრებაში. დიახ, და ამოდის ადამიანი ახლა ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ვიცახი, რომ შეიძლება პარტნიორი გაგიჩნდეთ და შემოგთავაზოთ ბიზნეს პარტნიორი, მეგობარი, ახლობელი, ნათესა, ვიღაცა, რაღაც საქმე, რაღაც სიტუაცია, რაღაც ეხება მატერიალურს. მაგრამ თქვენ, ანუ ავტორიტეტი ჩანს, ან შეიძლება თქვენ გახდებით ამ საქმის პროფესიონალი, ანუ დაეუფლებით ძალიან მალე ამ საქმეს. და მოგიწევთ ამაზე მუშაობა.
რა თქმა უნდა, ხა მუშაობის გარშე არაფერი არ გამოდის. მოგიწევთ მუშაობა, მაგრამ ეს ყოველთვის გამოიტანს ნაკობს, ანუ ამ სიტუაციაში ხა ვინც მიყურებთ, ნაკობს გამოიტანს და გელოდებათ წინსვლა, წარმატება ერთ პერიოდში. შეიძლება ერთ თვეში, ძალიან მალე, მოქმედების კარტია რა. და ეხლა თუ ვინმე შემოგთავაზათ რამე და იყო ასეთი, ხო, და თქვენ ორჭოფობდით. აი, კაი პერიოდია, იმიტომ რომ იხსნება. კიდევ ერთხელ ვიძახი, ზემოდან ხდება ეს, სამყაროდან ხდება ეს გახსნა და რჩევა თქვენთვის. აი იმ გულ გაცრუების გამო, გულ გატეხილობის გამო, იმ რაღაც ეტაპის გამო, როცა იყავით ჩაკეტილი, არ გინდოდათ შეიძლება გამოსვლა ან გამჟღავნება, ან კითხვის ნიშნის ქვეშ იყო რაღაც სიტუაცია, შეიძლება ადამიანი. აქ სამკუთხედიც ჩანს, საჯარო გაშლა, ყველა სხვადასხვა ვარიანტები აქვს, მაგრამ თუ გქონდათ გულდაწყვეტა, გულგაცრუება, სიტუაციის, ადამიანის, მდგომარეობის, აი ამიტომ გაჯილდოვებთ ახლა სამყარო. და ამოდის თქვენი მიზნის, თქვენი ოცნების სურვილის ასრულება, აღდგენა. თვითონ კოსმოსი, სამყარო დაინტერესებულია, რომ კომპენსაცია მოვიდეს თქვენი აღდგენ. თუ ავად იყავით, სიტყვაზე ვიძახი, ხო შეიძლება არ იყო ეს პირადი რაღაც ურთიერთობების, ასე ვთქვათ, გულგაცრუება, ღალატი, ტკივილი, არა და შეიძლება თქვათ ავანტყოფობა იყო. ესეც შეიძლება, ახლა საჯარო გაშლაა, ხო? აუცილებლად ამოდის გამოჯანმრთელება და აღდგენა. თუ იყო პირადი ურთიერთობიდან, მაშინ იცოდეთ, რომ აღდგენა მოდის და სამყარო გეხმარება თამაში. ძალიან ბევრ რაღაცაში გექნებათ შველა და ხსნა. კი ბატონო, და ამ ყველაფერში მთავარი რაც იქნება თქვენი სტაბილური ანუ ცხოვრების დასაწყისი ეტაპი, ანუ სტაბილურობა ამოდის. პირველ რიგში კომპენსაცია მოდის ფინანსური მხრიდან. შეიძლება სამსახური, ბიზნესი, კიდე მეორე დამატებითი რაღაც სხვა სფერო. ამით ნამდვილად უზრუნველყოფილი იქნებით და ზუსტად აი ის სიტუაცია, როცა ვაკუუმში იჯექით და გამოსავალს ვერ პოულობდით, აი ეხლა მაჩვენებენ, რომ ჩაკეტილიც კი იყავით რაღაც პერიოდი და ენერგია გამოცლილიც და არაფრის თავი არ გქონდათ და ძალიან მალე, თუმცა გქონდათ იდეები, მაგრამ აი არ გქონდათ თავი, ხა ენერგია არის მთავარი აქ, ხო? და თუ როცა განერვულებული ხარ, რაღაცაზე გამწარებული ხარ, დაცლილი ხარ, უარყოფითი ენერგია გაცლის, ხო, მთელ ძალას. ამიტომ თავი არ გქონდათ ამ ყველაფრის და აი ახლა მოდის ზუსტად ერთ პერიოდში, დაახლოებით ერთ თვეში ეს აღდგენა. რაც მეტყველებს იმაზე, რომ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან. ყოველ შემთხვევაში აქ ეს არის ხა ძალიან სამყაროსეული და სიღრმისეული დასტა. აქ ახლა ბევრ ამბეზე შემიძლია მე ვისაუბრო დაუსრულებლად, მაგრამ უბრალოდ დრო ხო არ არის თან საჯარო გაშლა, ამასაც ვითვალისწინებ. ამიტომ ყველა სხვადასხვა სიტუაციებიდან მოირგეთ. ყოველ შემთხვევაში, ვინც უყურებთ ეხლა ამ ვიდეოს, იცოდეთ, რომ ახალი ეტაპი დაიწყება აუცილებლად. როგორც პირადში გექნებათ გამონათება, ასევე თქვენს ფინანსურ თუ კარიერულ თუ ბიზნეს სფეროში იქნება რაღაც, რითაც თვითონ სამყაროა დაინტერესებული, რომ თქვენ გამოხვიდეთ და აგერ ბატონო ამოვიდა თვითონ სამყაროს კარტი და რა თქმა უნდა ის რომ დადგებით ფეხზე. ეხლა არ ინერვიულოთ ამაზე, კი, დაგჭირდებათ ამისთვის საკმაო რაღაც ძალები, ენერგია, მაგრამ მოდის ეს აღდგენა, აუცილებლად მოდის და კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს სიყვარულის ენერგიას ითხოვს სამყარო. აი ეს ფერები, ეს ყველაფერი, ეხა მე როგორც უკვე პროფესიონალს შემიძლია ვთქვა, მესმის, ანუ ნახეთ როგორი ფერებია აქ და აქ აი ამ ნიშანს დააკვირდით, ეს არის ჯანმრთელობის ნიშანი,
და პირველ რიგში, ანუ რისი თქმა მინდა, რაც არ უნდა იყოს, ხო? პარტნიორის სიყვარული და სიყვარულის ენერგია და ეს დადებითი ემოცია აღადგენს თქვენს ჯანმრთელობას, როგორც ფიზიკურს, ასევე სულიერს და შემდეგ იხსნება უკვე ყველაფერი. ანუ ის უარყოფითი თუ რამე იყო, სიტყვაზე ვიძახ, შეიძლება არ გქონდათ. აუცილებლად უნდა რაღაცნაირად გაუშვათ ფიქრები, თუნდაც ფიქრი იმაზე, რომ აი, თქვათ, რაღაცა დამიშავა და ის, ანუ დაისაჯოს. ესეც არ უნდა თქვათ. ანუ სამყაროს უნდა მიანდოთ ის ადამიანი და მისი აი ეს იყო იქ რაღაც ხალატობრივი კარტი, ხო? ხო და აი ეს ყველაფერი უნდა მიანდოთ სამყაროს, იმიტომ რომ ისე არაფერი არ მთავრდება და არც იკარგება. სამყარომ ხომ იცის ყველაფერი და ბოლოს ამოდიხართ აი ამ ყველანაირად კმაყოფილი, ბედნიერი, სავსე სიყვარულით თვითკმარი ქალი. ყველანაირად აი ეს ხართ თქვენ განათებული, ნახეთ რა ლამაზი კარტებია და როგორ კარგად გადმოსცემენ ყველაფერს. აქ ახლა არის ძალიან ბევრი მეტაფიზიკური სიმბოლოები, გეომეტრიული, კოსმიური ცოდნა ამ დასტაში ჩადებული. ბევრმა შეიძლება არ იცის და ინსტრუქციულად კითხულობს, არ არის ესე. კი, ინსტრუქციას რა თქმა უნდა აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აქ უფრო ღრმა, უფრო აი ესეთი ჩასახედი სიმბოლოებია, რაც ახლა დამწყებმა ძალიან ბევრმა არ იცის. პროფესიონალს უკვე შეუძლია გაშიფროს, იმიტომ რომ ტარო არ არის მხოლოდ კარტი. ეს არის სამყაროს სიბრძნე. ეს არის სამყაროს ენა. და ზუსტად სიმბოლოებით, მინიშნებებით, თუ არ იცი ეს სიმბოლიკა. თუ არ იცი ძალიან ბევრი რამე არ გაქვს წაკითხული, არ ხარ დაინტერესებული, ხო, ვერ გაშიფრავ. და აი ამ ყველაფერს ამ ქალმა, ნახეთ, აი ამ ქალზეა ახლა საუბარი, ვინც თქვენ მიყურებთ, უბრალოდ მიაღწია იმ თავისი ტკივილით, იმ თავისი განსაცდელებით, იმ გულგაცრუებით, იმიტომ რომ იმ ტკივილის გარეშე, ხო? ჯერ მწარეჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა, გურამიშვილის სიტყვები გავიხსენოთ. ანუ ვერ მიაღწევ, ვერ შედგები, ვერ გახდები ის ქალი, რომელსაც ახლა ჩვენ უყურებთ, ხო? დაჯილდოებული, კომპენსირებული, თუნდაც აი ესე თასით ხელში და სავსე ვარ ყველაფრით, ყველაფერი მაქვს, ბედნიერი ვარ, ლამაზია, ჯანმრთელია, მომხიბვლელია და წინ კიდე მის უკან ნახეთ, როგორი ნათელია და რამდენი რამე აქვს განათებული, გარდა მისი ცხოვრებისა, მის ირგვლივ ვინც არიან ყველა ადამიანებს ახარებს. ანუ აი ესეთ მდგომარეობაში ყოფილიყავით ყველა. აქედან გლოცავთ და მადლობა დევიდ ბოუის აი ამ Starman Tarot cards, რომელიც არის აი ესეთი მრავალფეროვანი, როგორც თვითონ იყო. არაორდინალური და ესეთი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ადამიანი. ამიტომაც შეიქმნა ეს კარტი და 9-9 ეს უკვე ნიშნავს 9-იანი საერთოდ დასასრულია და ის ყველაფერი უნდა გაიარო, რომ 9-მდე მიხვიდე და აი ზუსტად ამ დასასრულზე არის ახლა აქ საუბარი, რომ თქვენ ეს გზა გაიარეთ. ახლა უკვე მზად ხართ ჯილდო მიიღოთ, ყველანაირად იყოთ უზრუნველყოფილი, ბედნიერი, როგორც პირადში, ასევე რა თქმა უნდა ცხოვრებაში, რაც თქვენ გულს გაუხარდება და რაც თქვენი სურვილია, აი ზუსტად ის შეგსრულებოდეთ. იმიტომ რომ ყველაფერი მოდის ზემოდან. და ბოლოს ვიტყოდი კიდე მესამე 9-იანს დავამატებდი 9-9-9, ეს უკვე მეტატრონის სიმბოლოა, რაც ნიშნავს ძალიან დიდ მფარველობას. აბა თქვენიცით. თუ მოგეწონათ, დამილაიქეთ.